მესამეში ყოველთვის დაწერილი ხდება კოდი და უნდა შევიდეთ და გავარჩიოთ ეს ლურჯი ასოები არის კომენტარი, შემდეგ speed-ი არის მითითებული Q თუ რა სიჩქარით წავიდეს და 0 არის ყველაზე სწრაფი. შემდეგ 1-დან იწყება 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 და შემდეგ 0 არის სწრაფი. ეს კომენტარი არის, შემდეგ ფუნქცია გვაქვს შექმნილი drowsy row. ეს ფუნქცია რას აკეთებს, ესე იგი 10 ჯერ იმეორებს რას დადე კალამი, შემდეგ დაიწყე ფერის ჩასხმა, ფერი იყოს ლურჯი, დახატე წრე 20 პიქსელი რადიუსის მქონე, დაასრულე ფერის ჩასხმა, აიღე კალამი და წადი 40 პიქსელით წინ. ამას იმეორებს 10 ჯერ, ანუ 10 წრეს ხატავს აქ, ხო, ერთ რიგზე. შემდეგ move up arrow რას აკეთებს, მობრუნდი მარცხნივ 90 გრადუსით, ადი ზევით 40 პიქსელით, მობრუნდი მარჯვნივ 90 გრადუსით და დაბრუნდი უკან 400 პიქსელით, ანუ აქედან ზევით ადის და უკან ბრუნდება, ხო, აი თუ დავუკვირდებით, ადის ზევით და უკან ბრუნდება. აი სიჩქარე რომ შევამციროთ, ახლა ჩვენ აქ მაგალითად იყოს 5. გავუშვით, დაიხატა. ავიდა ზევით და აი უკან წამოვიდა. აი მაგას აკეთებს ზუსტად ეს. შემდეგ აი აქედან იწყებს ახლა კოდის დახატვას და შესრულებას. პირველ რიგში აიღე კალამი და წადი პოზიციაზე -180 და -200, ანუ აი ამ წერტილზე მოდი და აქედან დაიწყე აი ამ კოდის გაკეთება, ანუ 10 ჯერ აკეთებს ამ ფუნქციას, იცახებს 10 ჯერ და შემდეგ ადის ზევით, ანუ ერთხელ გააკეთებს ამ ფუნქციას 10 ზევით, მეორედ გააკეთებს 10 ზევით, მესამედ გააკეთებს 10 ზევით და სულ იმეორებს 10 ჯერ. და საბოლოოდ მოვიდა აი ამ წერტილში. მე მგონი გასაგები არის ყველაფერი, აქ ისეთი განსაკუთრებული არაფერი არ არის, ესე იგი ეს აკეთებს ერთ რიგს, ანუ ერთ ხაზს და 10 ჯერ იმიტომ იმეორებს, რომ 10 წრე აქვს დასახატი, ეს კიდევ წრეებს ხატავს ლურჯი ფერისას, შემდეგ 10 რიგს ხატავს, ანუ ამ ფუნქციას იძახებს უკვე 10 ჯერ და უკან დაბრუნების ფუნქციას, ანუ ეს რომ გააკეთა, მე ავიდა ზევით უკან დაბრუნდა და ამას აკეთებს 10 ჯერ, იმიტომ რომ 10 ხაზი გვაქვს აქ. კარგი, გადავიდეთ შემდეგ სავარჯიშოში და